არასვენებთ ამათ გამჩენი, კვლავ აგრძელებენ თაღლითური გზით ქართული მიწების გასხვისებას უცხოელებზე. რამდენიმე დღის წინ კობახიძემ მთავრობის ხდომაზე ოფიციალურად გამოსცა განკარგულება, რომლის შესაბამისადაც კასპში, სოფელ აღაიანში 22,000 კვადრატულ ტყის მასივს შეუცვალეს სტატუსი და გაამზადეს ის არაბებისათვის მისაყიდად. კერძოდ, გამალ აბდუჯაჰარ მოჰამედისათვის, რომელსაც იქ ფირმა აქვს ჩამოყალიბებული და გადაწყვეტილი აქვს სასტუმრო ააგოს ამ ტერიტორიაზე. აი, როგორც კობახიძემ განაცხადა, რომ მას ნულოვანი ტოლერანტობა გააჩნია ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც ეს დანაშაულებრივი რეჟიმი შეიცვლება სამშობლოს გაყიდვისათვის. ამ ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულებებისათვის მის მიმართაც იქნება ნულოვანი ტოლერანტობა და სრულად აგებს იმ დანაშაულებებზე პასუხს, რომელიც მან და მის პატრონებმა ჩაიდინეს ამ ქვეყანაში.